ამ ჭიშკარს მიღმა ქუთაისის ბოტანიკური ბაღია გაშენებული. ამ ბაღში ერთი უნიკალური მცენარე ხარობს. ეს 2 საუკუნოვანი მუხაა. იგი არა მარტო თავისი წლოვანებით არის უნიკალური, არამედ თუ ადრე ამ მუხის ფუღურო ბაღის ბინადრების თავშესაფარი იყო, ახლა მასში პატარა სამლოცველოა განთავსებული, რომელიც უკვე 2 წელიწადს ითვლის. ფუღუროს სამლოცველოდ გარდაქმნის იდეა კი ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ამჟამინდელ დირექტორს ეკუთვნის. ნანახი მქონდა ინტერნეტ სივრცეში, რომ არსებობს ამის მაგალითი, მაგრამ ეს სალოცავი, რომელიც საბერძნეთში არის ჭადარში. ეს 2 საუკუნოვანი ხე გამორჩევა იმით, რომ ძალიან დიდი ფუღურო აქვს მას და გაგვიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა აქ სალოცავი და ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ სალოცავის სანახავად არა მარტო საქართველოდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან მლოცველები, ადამიანები, ვისაც აინტერესებს ქუთაისი, ვისაც აინტერესებს ჩვენი სარწმუნოება, ვისაც აინტერესებს ქვეყანა. აქ ჩამოვალეთ საერთოდ ჩამოსვლაც არ შეიძლებოდა, ისეთი სიტუაცია იყო, აი, ასეთ შეყვარებულები მოდიან, ელოცებიან ერთმანეთს, ფიზდებენ, ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო. შობა დღეს გავხსენით ეს, ზამთარში ყინვაში ვაკეთებდით ამას, ვაწყობდით ამ ბამბუკებს. ეს ზარიც ნაჩუქარია, მეორე მუხაზე დავკიდეთ. ასე შეიქმნა ეს სალოცავი. ოდითგანვე ქართველი ხალხისთვის მუხა განსაკუთრებული ხე იყო, ძლიერების, სიმტკიცის და გამძლეობის სიმბოლო. იგი ძალიან დიდი ძალის და ენერგიის მატარებელია, რომელიც ადამიანებზე გადადის. როცა ამ ეზოში შემოვდე, უპირველესად აქეთკენ მოვილტვი და მოვდივარ იმის გამო, რომ აქ ვიცი, რომ ძალიან საერთოდაც ეს ადგილი არის ძალიან დალუცვილი და კარგი ადგილი, 200 წლის არის, 2 საუკუნის არის, აქ უზარმაზარი ხეები რო არის, აი ესენი ატარებენ ძალიან დიდ ისტორიას, თუნდაც ის, რომ აკაკი წერეთელი რო გაივლი და თუნდაც 912-ში, როცა რაჭა ლეჩხუმისკენ აიღო გეზი, აი აქ გაჩერდა, აი ამ ტერიტორიაზე გაჩერდა. და ამ ხეებს ძალიან ბევრი რამ ახსოვდა, მით უმეტეს ამ მუხას ალბათ და აი აქ რო სალოცავი არის, ჩემთვის ეს არის უნიკალური შემთხვევა, ეს არის დიდი სიწმინდე და რომ მოდიხარ და სანთელს ანთებ და თუნდაც ხეს რო შეეხები, გზნობ რომ რაღაც დიდი რამ გადმოდის შენზე. მუხის ხე სიმაღლეში 45 მეტრს აღწევს, მისი დიამეტრი კი 2,5 მეტრს ითვლის. ამ პატარა სამლოცველოში თავისუფლად ეტევა 3 ადამიანი. ფუღურო გაჩნდა წინა საუკუნეში, ეგონა შემდეგ რომ ანუ გახმებოდა და გახდებოდა მოსაჭრელი, მაგრამ ის ყოველ წელს ყვავილობს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ინარჩუნებს. ასევე არის აქვე მეორე მუხა, სადაც არის სამრეკლო გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ხშირად ადგილობრივი მოზარდები სტუმრობენ. ამ ბაღში მათ განსაკუთრებით ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო იზიდავთ. ისინი აქ ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და განიტვირთებიან.
აი ამ სამლოცველოში ძალიან ხშირად დავდივართ, დაახლოებით კვირაში 2 ჯერ. ჩვენ აი ამ სამლოცველოში ძალიან დიდ რელიგიურ ცენტრს პოულობთ. აქ ლოცულობთ ბავშვები, განვიტვირთებით. სასიამოვნო ადგილია, თან ბუნებაში ასეთი ლამაზი სამლოცველო, ეს დიდი სასწაულია. ესპაცია სამლოცველო კიდევ ბევრი მლოცველის ლოცვას დაიდევს და საუკუნეების განმავლობაში მუხას სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარება.